მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანციცის საკვირაო სკოლაში, ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია მაგდა ზოიძე, რომელიც არის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი, ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტი. გარდა ამისა, მაგდა არის ძალიან აქტიური ადამიანი, უკვე შემდგარი ბიზნესმენი, მინდა გითხრათ, რომელსაც აქვს საკუთარი ბიზნეს პროექტი და ძალიან წარმატებით უძღვება. და გარდა ამისა, მაგდა არის სოციალურადაც აქტიური ადამიანი, ის არის ჩვენი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე. მოკლედ აი ასეთი რეგალიებით დატვირთული ადამიანი მყავს დღეს სტუმრად და თამთასთან ერთად მინდა ვისაუბრო იმ მოცემულობაზე, რის წინაშე ჩვენი ახალგაზრდები დგას. მე პერიოდულად ვცდილობ ხოლმე, რომ საინტერესო ადამიანები ჩვენი სტუდენტებიდან წარმოგიდგინოთ, გაგაცნოთ, მათი სახით ვაჩვენოთ, თუ რა არის რითი სუნთქავს ეს ადამიანები, რა არის მათი მოტივაციის წყარო, რა აწუხებს ამ ადამიანებს და მაგდასთანაც ალბათ ამ მიმართულებით ვისაუბრებთ. ეს არის ის თუ რა მოტივაციები აქვს ან უნდა კონდეს დღეს სტუდენტს და ზოგადად რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ იმ შეშლილ სამყაროში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რაღაცა ადგილი მოძებნოს და თავი დაიმკვიდროს. არ არის მარტივი საქმე, დამერწმუნებით, უფრო გამოცდილ და რაღაც ბექგრაუნდის მქონე ადამიანებს უჭირთ ამ ქვეყანაში დამკვიდრება და მით უფრო ახალგაზრდებს, რომელსაც ალბათ რაღაცად ვთვლი, რომ ვალდებულება გვაქვს ჩვენ თაობას, რომ ამ ადამიანებს გზა გაუკვალოთ და ამ ადამიანებთან ერთად რაღაცა მომავლის პროექტების განხორციელება თუ არა და რაღაცა კონტურები მაინც მოვხაზოთ. მოკლედ მაგდა დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მგონია, რომ რაღაცა საინტერესო რამეებს გვეტყვი. მადლობა პირველ რიგში თქვენ მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო და წარმატებას გისურვებთ ძალიან ბევრს საომალოდ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, როგორც სტუდენტისთვის, ყოველი დღე იმდენად დატვირთულია, არა მხოლოდ საუნივერსიტეტო ცხოვრებით, არამედ ხო როგორც თქვენ აღნიშნეთ, დამატებით საზრუნავებით, როგორც არის დამატებით საქმიანობა, ასევე სამოქალაქო აქტიურობა და ძალიან ბევრი რამ დღის წესრიგის ფარგლებში. რა თქმა უნდა, რთულია დროის გადანაწილებაც, რთულია მოტივაციის პოვნაც და შემდეგ ისე გაუძღვე ამ ყველაფერს, რომ შენი ყოველი დღის განუყოფელ ნაწილად იქცეს, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ართულებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თანამედროვე ადამიანებს, იგივე ჩვენ ახალგაზრდებს, ნაკლებად მოგწონს ერთფეროვნება. არ მოგწონს, უბრალოდ არ მოგწონს ერთფეროვნება და ყოველთვის ვცდილობთ მრავალფეროვნება შემოვიტანოთ ჩვენს ყოველდღიურობაში, როგორც კი რომელიმე დღე ერთმანეთს გავს, მაშინ რაღაცების ვცვლით. და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორად იპოვო შენი საქმიანობა, სწორად იპოვო შენი ინტერესის სფერო, სწორად დაალაგო პრიორიტეტები და საჭიროებები, რაც გაქვს რეალურად დღევანდელობიდან, რისი მოლოდინიც გაქვს, ან კიდე რა შესაძლებლობასაც ისე ებღაუჭები, რომ სამომავლო პერსპექტივითაც რაღაცით განპირობებულია ეს ყველაფერი, ძალიან მარტივი ხდება მე რაღაცები რა, იმიტომ რომ ისე ლაგდება, თითქოს ეს ერთფეროვნება კი არა, ყოველ დღეში არის რაღაც ისეთი, რაც უფრო მეტად გზრდის და სწორედ ეს გვაძლევს ჩემი აზრით სტუდენტებს უფრო დიდ მოტივაციას, ვიდრე შეიძლება ის იყოს რაღაცა სხვის მიერ ნათქვამი, რაღაცა აფირმაციული ტექსტი თუ სხვადასხვა ტიპის ტრენინგების მოსმენა თუ ასე შემდეგ. ყოველთვის ვცდილობდი და ყოველთვის ფიქრობდი, რომ როგორი მოტივატორიც მე შეიძლება ვიყო საკუთარი თავისთვის, ვერასდროს ვერავინ ვერ იქნება ესეთი. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორ გარემოში ყოფნა, მე ასე ვთვლი, რომ სწორ გარემოში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია სწორ ადამიანებთან, იმიტომ რომ ბევრ რამეს ვსწავლობთ, სოციალური არსებები ვართ ადამიანები, ასე რომ მოტივაციასთან მიმართებაში არის ესეთი რაღაცები, რაც ყოველდღიური დაკვირვებიდან და ყოველდღიური შესაძლებლობებიდან გვიწევს რაღაცების სწორად დალაგება და შემდეგ უკვე მივყვებით ისე, რომ ვანვითარებთ ფაქტობრივად იმას. აი ახლა მაგალითად დღეს რო გითხრან, რომ აი ახლა ამ წუთას რაღაცა ისეთი პრობლემა დგას, რომლის მოგვარებაც შენ შეგიძლია. თქვათ ერთი რომელიღაცა პრობლემის მოგვარება შეგიძლია. რა არის ცხელი წერტილი თქვენი თაობისთვის, რომ იფიქრო, რომ აი ამას თუ მოვაგვარებ ძალიან ბევრი რამე დაალაგდება. აი პირველ რიგში რას გაასწორებდი? პირველ რიგში გულწრფელად რო თქვა გავასწორებდი. ანუ ბევრი რამ არის გასასწორებელი, აი გულწრფელად ვიტყოდი, თუმცა მაინც
საგანმანათლებლო სივრცეში ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი რა, იმიტომ რომ мотивация ახალგაზრდებისთვის, როგორც უკვე აღნიშნე, არის სწორ გარემოში მოხვედრიდან იწყება ყველაფერი რა, ანუ სწორი ადამიანები როცა გვხვდება, ამის შემდეგ იწყება სწორი შესაძლებლობების და უნარების აღმოჩენა შენს თავში და შემდეგ ხდება რაღაცა კონკრეტულ მიზანზე კონცენტრირება, ხო? აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო სივრცე, მე ვფიქრობ, მათ შორის ბაღებით, სკოლებიც, უნივერსიტეტებიც განსაკუთრებით, ხშირად არის მომენტი, როცა დემოტივაციას უჩენს სტუდენტს რაღაც დოზით ისეთ რაღაცები, რაც ფუჭად გვეჩვენება ხშირ შემთხვევაში რა. საგანმანათლებლო მიმართულებით, ანუ არის რაღაცეები, რასაც ნამდვილად შევცვლილი და ნამდვილად ჭირდება, იმიტომ რომ თანამედროვე სამყარო იმდენად განვითარდა და იმდენად განვითარებად აქტიურ პროცესშია ჩართული, რომ ძალიან რთულია იმ ძველი მოდულებით კიდე წასვლა და იმას ჩაიბღაუჭო და ჯერ კიდე ანუ გამოდის როგორც აი ტვირთი გვაწევს და ნელ-ნელა მივდივართ და უკვე არ ვიცით სადამდე გავალთ. ანუ როცა გათავისუფლდები, გათავისუფლებას გულისხმობ იმ ძველ რაღაცებს რო იხსნი, შენს თავში ხარ დარწმუნებული, საიდკენაც უნდა აიღო გეზი და რაც უფრო მნიშვნელოვანია და რაც გამოგადგება ცხოვრებისეულადაც და ისეც. ასე რომ მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი პირველ რიგში განათლების მიმართულებით, რომ სწორედ აქედან იწყება ყველა ეს დიდი мотивация და საკუთარ თავში გარკვევის პროცესი და გამოვლენა და ყველაფერი. და აი ზუსტად მაგას ვიცახი, აი განათლებაში რაშიც კონკრეტული რაღაცა, აი ესეთი, ამას ვეძებ რა. რას ვეძებ, იცით, რა ვიცი, გნებავთ ეს საჯილდაო ქვა და არ გიგნებავთ რაღაცა, აი გორდიასის კვანძის პირველი გამოსაქაჩი ადგილი, ანუ არის ასეთი ფუნდამენტური წერტილები, რომელს როგორც კი დაძრავ, მე იმას მოყვება, ხო, მთელი ჩაჭვი მოყვება იმის, როგორც ეს ვავია, ხო, ერთმა გუნდამ შეიძლება წამოაგოროს, ხო. აი ასე თქვენი ხედვა მაინტერესებს, რომ აი რას თვლით ასე ფუნდამენტურად, რომლის ამოყირავება ძალიან ბევრ რამეს წამოიკიდებს. სასწავლო გეგმას თუ გადავხედავთ, ისე რომ სკოლიდან დავიწყოთ, ანუ ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც ადრინდელიდან არის შემორჩენილი რა, ანუ თანამედროვე ახალგაზრდას, მათ შორის დაწყებითი სკოლის მოსწავლეს, სჭირდება განსაკუთრებული და ცოტა განსხვავებული მიდგომა რა, აღარ სჭირდებათ ეს ადექი დაჯექი მოყევი, წაიკითხე, თითი გააყოლე, არ დაგეკარგოს, ანუ ცოტა შემეცნებით ინტელექტუალური აქტივობები, ვფიქრობ, რომ ზუსტად აქაც უნდა შევიდეს, რომ ბავშვებმა იპოვონ საჭიროება თუ რატომ უნდა ისწავლონ. ძალდატანებით არასდროს არაფერი არ გამოდის, არც ვალდებულებით არასდროს არ, მათ შორის ოჯახებშიც კი არაფერი არ არის, ზუსტად ისე, რომ მარტო ვალდებულებით იყოს განპირობებული და განსაკუთრებით ბავშვის შემთხვევაში, როცა თვითმოტივატორი თვითონ არის საკუთარი თავის, ამ შემთხვევაში თვითონ უნდა აღმოაჩინოს საინტერესო ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ სიტუაციაში და დღევანდელ გარემოებაში ძალიან უჭირთ ახალგაზრდებს იმ საინტერესო ნაწილის აღმოჩენა, რაც მერე მათში ინტერესს დღითი დღე უფრო და უფრო მეტად გააღრმავებს. მე ხვდით, აი არის მომენტი, როცა ხშირ შემთხვევაში ვეჩეხებით ისეთ პრობლემას, რაც მათი ინტერესის სფეროდან აბსოლუტურად აცდენილია და არის ისევ და ისევ იმ ძველი რაღაცა მოდულებით გათვალისწინებული და ის ძველი დოგმატური რაღაცები, რაც უკვე ყელში ამოსული და რაც ჩვენი მშობლების პერიოდში იყო და რაც იმ გარემოებას უხდებოდა თუ არ უხდებოდა, იმ გარემოებაში იყო აქტიური და აქტუალური, მაგრამ დღევანდელი გაგებით ბავშვებს უფრო სხვა მოთხოვნილებები აქვთ და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის, ანუ ცოტა სხვა მიმართულება გვჭირდება, მეტი თავისუფლება გვჭირდება, მეტი საინტერესო ნაწილი გვჭირდება და არა ის რაღაც, რაც რო დევს და აი ეს უნდა ისწავლო, მაგრამ რატო უნდა ისწავლო? ანუ არ გვაქვს ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ კარგად დავიჭიროთ. აი შუქს რო აანთებ ოთახში, აბსოლუტურად ყველა წერტილი, სადაც ნაწილდება ეს შუქი, ყველაფერი ენთება, ხო? აი ზუსტად ეგ არის რა, რამდენი სანთლიდაც არ უნდა იარო, ან რამდენი ვალდებულებაც არ უნდა აიღო, იმ სინათლეს მაინც ვერ მოგცემს, რაც შენს თავში შენივე თავიდან გამოჩენილი და უცებ გამოჩეკილი იდეა, რომ აი ეს მომწონს და ეს ამიტოა და ეს ამიტოა საინტერესო. ზუსტად ეგ არის, რომ გვჭირდება ისეთი რამ, რაც ჩვენთან იქნება ძალიან ახლოს და რა იმასთან, რაც მშობლებთან იყო ახლოს და როგორც იზრდებოდნენ ისინი. და ამისი мотивация, ანუ რა არის ის ძირითადი მამოწერა? ეხლა მე ვუყურებ ვაკვირდები სხვადასხვა თაობის ადამიანებს, ხო? და ვცდილობ, რომ მათი შინაგანი ტრიგერი რაც არის, ანუ იმ სიმებს გამოვდო, რაც მათი мотиваციის რაღაც აი ამ წინაპირობებს შექმნის და ვაკვირდები, რას აკეთებენ ბავშვები დიდი ინტერესით და დიდი ხალისით. და ვცდილობ, რომ მე ეს
ჩემი მიგნებები უკვე საგაკვეთილო პროცესში ჩაიდოს, რომ რაც მათ აინტერესებს, მაგალითად ძალიან უყვართ ხო ეს კომპიუტერული თამაშები რაღაცა, შევეცადე რომ მეჩვენებინა ისეთი თამაშები გამომეყენებინე, თქვენთანაც ვიყენებ აუდიტორიაში, ხო, როგორი საინტერესოა, ხო, ხალისობთ კიდეც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველთვის შეფასებითიც არ იყოს, თვითონ პროცესი არის იმდენად საინტერესო და უამრავი საშუალება ამის დღეს ტექნოლოგიურად, რომ ეს ჩართო საგანმანათლებლო პროცესში და ეს ძალიან მოწონთ. და როგორც კი მათ მოტივაციას ისინი რომ დაინახავენ, რომ შე რაღაცა ისეთ საკეთებ, რაც მათთვის არის საინტერესო, უკვე და ისე გყავს რა, ძალიან ახლოს გიღებენ. კარგად გყავს უკვე მოყვანილი, ხო, და უკვე გაღიარებენ და როცა გაღიარებენ, უკვე და მათთვის ავტორიტეტი ხარ, უკვე მე ძალიან კარგად მიდის ეს ურთიერთობა და მე პირადად ვთვლი, რომ პირველ რიგში მასწავლებლობა ეს არის ურთიერთობა და ურთიერთობის ფორმა და ძალიან ძნელია ხანდახან ამ სტერეოტიპებთან დაჯახება, რომ როდესაც შენ თანამშრომლობას თავაზობ ან სტუდენტს ან მოსწავლეს, ხო ვერ იგებენ. ანუ ეს თანამშრომლობის უკან რაღაცა სხვა რამეს ხედავენ. მე არ შემიძლია ვთქვა მოსწავლესთან ფამილიარული ურთიერთობა, ვთვლი რომ არ არის სწორი, მაგრამ აბსოლუტურად ღია ვარ თანამშრომლობისთვის, ისე უჭირთ გაგება სტუდენტსაც და მოსწავლესაც, რაღაცა დრო მჭირდება, რომ ეს ყველაფერი დავანახო და როგორც კი ამას იგრძნობენ, რომ მე მათი თანამოაზრე ვარ და მე მინდა რომ მათ დავეხო, მე ლაგდება რა ყველაფერი. და ახლა რატო გელაპარაკები ამაზე? იცი, აი ასეთ ტიპის და აი შენაირ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მეხმარება მერე და მით უმეტეს გულწრფელი საუბრები მეხმარება მერე თუ რაზე უნდა ავაგო, რა მოტივაციებზე დავაფუძნო, აი რა არის ის, რითაც შევძლებ, რომ თქვენამდე მოვიტანო, თუნდაც ჩემი სასწავლო საგანი, აი როგორ ნებისმიერი საგნის მოტრიალება შეიძლება ესე რომ აქტუალობა დაანახო. ერთხელ მითხრეს, რომ შემეცნების თეორიას ვასწავლედი თქვენთანაც არის საგანი ასეთი მეტაფიზიკა და შემეცნების თეორია და რაღაცა ისეთნაირად აღვიქოვდით, რომ ესე ვიმედე და როგორ შეიძლება რომ ეს არ გწოდო და ისეთნაირად მოგვაწოდე ეს რომ გეგონა რომ ქვეყანა დაიქცეო და ეს საგანი რო არ გწოდო და რაღაცა ისეთნაირად დააყენო, იმიტომ რომ დამეხმარა ის, რომ შევეცადე რომ იქიდან მიმეწოდებინა რაც მათ აინტერესებდა. და ამიტომაც მინდა რომ აი შეგანაც მოვისმინო, აი რა არის მოტივაცია. კაი ბატონო, ვიცი რომ გართობა გვიყვარს, თქვათ იქ რაღაცა კლუბებში სიარული უყვართ ძალიან ეს რაც შევნიშნე, რაღაცა TikTok-ზე პოზირება მოგწონს, ეს ონლაინ თამაშები მოგწონს, ხო აი რა არის ის, რასაც ადამიანები აკეთებენ და მე ვთვლი რომ შემეცნების პროცესი უნდა იყოს გართობის ნაწილი. არასდროს არ აი ყველაზე მცდარი პოლიტიკა ეგ არის, რომ აი ოფრის ხრით რომ უნდა ისწავლო. კი შეიძლება უფლის რომ მოგინდეს მე და ესეც გააკეთო, მაგრამ თვითონ ეს შემეცნება ესეთი უნდა იყოს რა, მსუბუქი და სასიამოვნო პროცესი, ხო? რა არის თქვენი თაობის ესეთი ამბავი? მასწავლებლებს მაგალითად ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ასწავლონ თამაშით. არა და მე წარმომიდგენია, რომ ზუსტად თამაშიდან წამოსული სასიამოვნო პროცესი შეიძლება მეტად დასამახსოვრებელი იყოს ბავშვისთვის, ის ყველა წინადადება თუ ის ყველა ფორმულა თუ ყველაფერი, ვიდრე დაუშვათ რაღაცა აბა მომისმინეთ და გაისუსეთ და ბუზის გაფრენის ხმა ისმოდეს და ანუ ესეთ რაღაცები მე მგონია რომ საერთოდ აღარ უნდა იყოს, მაგრამ ნუ მაინც ხვდებით ჩვენ და სამწუხაროდ დღევანდელობაში ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში მაინც რაც არ უნდა იყოს ისეთი რაღაცები, რითაც შეგიძლიათ დაგვიახლოვდეთ. ჩვენ ეს არის მაინც რაც არ უნდა იყოს სოციალური ქსელი. თქვენ შემთხვევაში ანუ კახვიც იყენებთ ძალიან ხშირად და ყველაზე მეტად იცით რა მოგწონს, რომ აი რაღაცა აზარტი იქნება ერთგვარი ის რომ ჯერ ჩვენი ცოდნის გამოვლენის წყაროა, რომ ვინც პირველი იმენიც ის ესე იგი გააზრებული აქვს კარგად, მაგრამ მე რაღაცა ირთვება დამატებითი ისიც აზარტიც იმით, რომ აი მოსწრებაზეა თითქოს და რაღაცა ყველა სხვანაირად უყურებს ხო უშუალოდ ამ მიმართულებას და ზუსტად ეგ არის, რომ საინტერესო ხდება პროცესი. რამდენჯერ გვითქვამს თქვენს ლექციაზე, რომ აი დრო ისე გადის, რომ მოდი დავამატოთ, ან დრო ძალიან უცებ გადის, უკვე გავიდა, უკვე დასრულდა ლექცია. ზუსტად ეგ არის, რომ დროის კონტროლი არ გვიწევს, იმიტომ რომ ზუსტად იმ სივრცესთან ვართ მიჯაჭვულები, რაც იმ სივრცესთან გვიწევს უბრალოდ შეხება, რაც ჩვენი ყოველდღიური
ცხოვრების და მე ვფიქრობ, რომ მთელი 24 საათის განუყოფელი ნაწილია რა. აი თუ გადავხედავ სტატისტიკას, რამდენ დროს ვატარებთ ტელეფონთან, შეიძლება იმდენი ხანი სულ არ გქონდეს მთელი ცხოვრება ნაძინი, ხო? აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რაღაც დოზით ეს ყველაფერი უნდა გათვალისწინდეს რა, იმიტომ რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იმის, რომ ვერ გაიგეს შემეცნების პროცესი, რაღაცნაირად ნელა მიმდინარეობს და უჭირთ რაღაცების გაგება და უჭირთ რაღაცების დამახსოვრება, ეს ყველაფერი მე ვფიქრობ არის უბრალოდ აბსტრაქტული, მარტივი გამოსავალი ყველა ადამიანისთვის რა, იმიტომ რომ იმდენი შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდასთან დასაკავშირებლად და ყველა ახალგაზრდის ინტერესთან მისაახლოვებლად, რომ ძალიან ბევრი. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ უშუალოდ ეს ენერჯეიზერები ძალიან კარგად მოქმედებს, ანუ ისეთი აქტივობები, რომელიც ჯერ გვაახლოვებს, მერე გვაცნობს ასევე იმას, რომ სოციალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. აი, ვიღაცებს აქვთ ახლა ChatGPT-ის შეშირა, რომ აი იცი რა ChatGPT ჩაგვანაცვლებს და აი იცი რა ChatGPT-ით არ მომიტანო დავალება. ოდესმე მეც არის მომენტი, როცა რაღაცებისთვის გამომიყენებია და სიმართლე გითხრათ, ძალიან საინტერესო იდეები მოუწოდებია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე საგანმანათლებლო აკადემიური მიმართულებისთვის. და ამ შემთხვევაში ვნახეთ, რაღაცნაირად გონება მაინც მუშაობს. პირდაპირ ტელეფონს ხსნი ChatGPT-ში, როცა შევდივარ, მაგალითად, არასდროს მხდება ის დაწერილი გამზადებული, რაც რეალურად მე მინდა რომ მოვთხოვო, ხო? გამოდის, რომ გონება რაღაცნაირად მაინც მუშაობს. გონებას მაინც უწევს მუშაობა, ცოტა გონებრივი დაძაბვა იმის, რომ დეტალურად დაწვრილებით მივაწოდო ინფორმაცია თუ რა მჭირდება მისგან მე. გვაქვს პრობლემა რაღაცნაირად ზოგჯერ იმის, რომ გვეზარება ფიქრი, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. არის მომენტი, როცა უცებ უნდა ვთქვათ ისეთი პასუხი, რაზეც აქამდე არ გქონდა ნაფიქრი და მე ვფიქრობ, ეს ყველა გასაიოლებელი გზა გაზარმაცებისთვის კი არ არის. პირიქით გამარტივებისთვის არის, რომ უფრო მეტად გამარტივდეს რაღაცები და შესაძლებლობები უფრო კარგად იქნეს გამოხატული და გამოყენებული. ანუ რა თქმა უნდა, მეც ვიყენებ ძალიან აქტიურად და ისე მეხმარება, რომ ამის წინ მქონდა 500 გვერდიანი, 500 სლაიდიანი ისა პრეზენტაცია, რაღაც ახალ პროექტს ვაკეთებ, მე ალბათ ცალკე გადაცემა მექნება იმაზე, რომ ვეხმარები ბავშვებს, ეს კიდე ჩემი ახალი აღმოჩენა არის, აღმოჩენა არ უნდა ამას ის რომ ბავშვებმა კითხვა არ იციან და პიზას და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ უჭირთ შინაარს, გაშინაარსება, ამისი მიზეზი არის ის, რომ ბავშვები ვერ კითხულობენ, ანუ სინთეზს ვერ აკეთებენ. გაშინაარსებაზე აღარ არის ლაპარაკი, უბრალოდ ამოკითხვა უჭირთ. ამის მიზეზი მე ვქეკე მივედი დაწყებითების საშინელ სახელმძღვანელომდე, როდონაიას სახელმძღვანელომდე, ეს კიდე ცალკე თემა არის და ნუ მოკლედ აღმოვაჩინე, რომ რაღაცა მჭირდებოდა ამ პროექტ, ანუ ბავშვები რომ ვავარჯიშო, ამისთვის მჭირდებოდა სლაიდებად დაალაგებო და ვაიმე ახლა 500 სლაიდს რა გამახსენე ChatGPT რატომ უნდა გავაკეთო და შეუგდე ეს ინფორმაცია ისე კარგად გამიკეთა, რაღაც არ მომეწონა, შენიშნა მივეცი თავიდან გამიკეთა. ხო და ამას ახლა ვიღაცა ადრე რომ დივანი ყავდა, ხო, იმას რაღაც მინისტრს კაბინეტის წინ ეჯდა და რაღაცებს იწერდა. მაგერ ყავს ფაქტობრივად დივანი, რომელიც ძალიან კარგად მოგეხმარება ძალიან ბევრ რაღაცაში. ხო, ეს ძალიან კარგია. მე პირიქით, მე ვეუბნები, რომ გამოიყენეთ მეთქი სტუდენტებს, მაგრამ ახლა უბრალოდ ხშირად იმას ემაშვები, რომ უკვირთ, რომ მე ვხვდები, რომ ChatGPT-დან არის დავალება გაკეთებული, რომ არასწორად თარგმნის ნაწარმოებებს და არასწორად თარგმნის ფილოსოფოსებს და ტექსტების სათაურებს და ლოგიკა არ იცის ChatGPT. არც ლოგიკა იცის და ბევრი რამე არ იცის. მე ვეჩხუბენ, დაუწერე, რომ რატომ მეთქი ჩემი სტუდენტები შეცდომაში შეგყავს მეთქი და დიდი ბოდიშიო. წეგან ვახსენეთ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ნაწილს შევეხეთ და არ შემიძლია გამოტოვო დისლექსიის პრობლემას. მე ვფიქრობ, ან რაღაც დოზით კი რა თქმა უნდა დაწყებითი კლასებიც, მასწავლებელიც, რაღაც დოზით სისტემაც, რაღაც დოზით წიგნებიც, ყველაფერი ხელს უშლის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კიდე მშობლის ჩართულობა ამ პროცესში, იმიტომ რომ მშობლები ხშირად ისეთი დაკომპლექსებულები არიან, რომ საერთოდ არ უნდათ მსგავსი კომენტარის გაგება არა და მე ვერ წარმომიდგენია, კარგი პირველი კლასი შეიძლება როგორღაც ჩაამთავრო, მაგრამ მესამე კლასელმა და მეოთხე კლასელმა ბავშვმა რომ ანბანი არ იცის, წერა კითხვა არ იცის და ნუ თითქმის აქამდე როგორ მოვიდა მთელი ეს გზა როგორ განვლო, ანუ ეს არ არის мотиваცია. ზუსტად ეს უნგრევს აბსოლუტურად ყველაფრის შესაძლებლობას, სამომავლო პერსპექტივას, ყველნაირი მიზნის დასახვის შესაძლებლობას და ყველაფერს, იმიტომ რომ მშობლებთანაც არის რაღაც კუთხით, რაღაცები დამოკიდებული და ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე მყოლია
მესამე მეოთხე კლასელი მაუგლები. მქონდა ეგ кейსები მქონდა, რომ ფაქტობრივად ბავშვები კულტურის მიღმა იყვნენ გასული, იმიტომ რომ საკუთარ სახელს და გვარს ვერ წერდნენ და ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო, მშობელიც ძალიან დაგვეხმარა და რაღაც მასწავლებლებთანაც ვითანამშრომლეთ და ისეთი შედეგები დაიდო, რაღაცნაირად ბედნიერი ვარ მარტო იმითი კი არა, რომ ბავშვმა წერა კითხვა ისწავლა. ბავშვები შეიცვალენ, თვალებში სხივი აქვს, შუბლი გაიხსნა, თავდაჯერებულობა გაუჩნდათ და რაღაცა ისეთი არის რა, ისეთი თვალნათლივია და ისე ხედავ ამას, რომ არც მშობლის მადლობა გჭირდება და არავინ არ გჭირდება უკვე ხედავ, რომ რაღაცა 1-2 ადამიანი მოაბრუნე ამ ქვეყნისკენ და რაღაც мотивация მიეცი. მე ვფიქრობ, ყველა გზა ძალიან რთულია ზოგადად, რომელსაც ჩვენ გავდივართ მთელი ცხოვრების მანძილზე და ესე რომ არ საიდან წამოვიდეს мотивация, ეგეც არ არის რა, მით უმეტეს როცა საუბარი გვაქვს არა იმაზე, როცა ვიღაცები შემოგძახებენ და ვიღაცები გვიბიძგებენ, რომ მიდი შენ შეგიძლია და შენ გამოგივა, იშვიათად გვიმართლებს ადამიანებს, მსგავსი ადამიანების აღმოჩენის და გამოჩენის და გვერდში ყოფნისგან, თუმცა აი როცა საკუთარი თავის თვითმოტივატორი შენ თვითონ ხარ, ეს ყველაფერი გავს როგორ რა პროცესს გავდივართ ახლა ხშირად არის მომენტი, როცა მარტო რჩები. არის მომენტი, როცა რაღაცის გეშინია, არის მომენტი, როცა გინდა შენც ძალიან მარტივად იცხოვრო და არც იმუშაო და არც არაფერი გააკეთო და არც ზედმეტად წიგნებს დააკვდე და არაფერი, მაგრამ მე უცებ როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ფიქრობ, რომ რატომ? ანუ რა მინდა, რა არის ჩემი მიზანი, ხო, საითკენ მაქვს გეზი აღებული და საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის იქამდე, რომ უცებ არ საიდან თუ სადღაციდან პოულობ ძალიან დიდ ძალას, რომელიც მარტო გეუბნება, ყოველთვის გახსენებს, შენ თავი ყოველთვის გახსენებს, არასდროს გაკარგვინებს იმ თავარ მოცემულობას, არასდროს გწყვეტს იმ შენი ფიქრებიდან და იმ შენი ემოციებიდან, რა გზაც გაიარე, რომ აქამდე მოსულიყავი და ყველა განვლილი გზა და ყველა განვლილი გზის გზაში გამოვლენილი სიძლიერე არის უშუალოდ სამომავლო პერსპექტივა იმის, რომ რაღაც აი ფინიშამდე მიხვიდე რა. მე მგონია, რომ როცა ადამიანი შენში თავში დარწმუნებული ხარ, სწორად გაქვს აღმოჩენილი რისი შესაძლებლობა გაქვს და რა ნაკლებად, იმიტომ რომ ხშირად არის, როცა მიზნები და ამბიციები გვერევა ერთმანეთში და გგონია, რომ რაღაცა რა მიზანსაც დავისახავთ, აუცილებლად ყველა მიზანი არ არის. ანუ ამბიცია საჭიროა, მაგრამ ჯანსაღი. მე ესე ვფიქრობ რა, იმიტომ რომ ამბიციის გარეშეც არ გამოდის რაღაცეები. თუმცა საბოლოო სიტყვა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ამბიციას ქართულად აქვს ცალსახად ნეგატიური კონოტაცია. ის რაც ინგლისურ ენაში ამბიცია არის, ქართულში შეგიძლია გადმოიტანო როგორც მიზანსწრაფულობა ან მიზანდასახულობა. ხო, ამბიცია ძალიან ცუდად ითარგმნება ქართულად. თუმცა თუ ჩვენ კარგი დადებით ჭრილში განვიხილავთ, არის ხოლმე ესეთი მომენტი, როცა ახალგაზრდები უბრალოდ ძალიან ამბიციურები არიან, მაინც რა, ანუ ზედმეტად დარწმუნებულები საკუთარ თავში და გონიათ რომ ყველაფერი გამოსდით და ამ დროს უკვე საკუთარი შესაძლებლობები იკარგება, ანუ არ აქვს ჯერ აღმოჩენილი, ზუსტად ეგ არის, რომ ყველა გზა ნელ-ნელა უნდა გაიარო, რომ უკვე აღმოაჩინო ის რაღაც, რასაც ძალიან მაგრად ჩაეჭიდები და ეყრდნობი და სამომავლო პერსპექტივებს ზუსტად აქედან გამომდინარე განსაზღვრავ. ეგ ძალიან კაი რაღაცა შეეხე, რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მე პირადად ვთვლი, რომ განათლების ერთ-ერთი მიზანი იყოს ადამიანის თვითშემეცნება. ანუ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ცნობა და საკუთარი შესაძლებლობების დანახვა და მერე განვითარება. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მიზანია. ხანდახან არის, რომ აი ჩვენი განათლების სისტემა რაზეა ორიენტირებული, რაღაცა გამრავლების ტაბულა ისწავლის, რაღაც რაც გაზომვადია და შემოწმებადია, ხო? ეს ძალიან მარტივია, რა უნდა დაიზეპირე რამდენიმე თარიღი, ისწავლე გამრავლების ტაბულა, რაღაცა 7 ბრუნვა და დამთავრდა, ხო? ანუ თვლი რომ რაღაც საგანი ათვისებული გაქვს. ეს არ არის, ძალიან მარტივია ამის გაკეთება. ყველაზე რთული არის ის, რომელიც არც ერთ საგანმანათლებლო სისტემაში არ არის მიზნად დასახული, რომ ადამიანმა კი ისე სადღეგრძელოების დონეზე კი წერია, რომ თავისუფალი ადამიანი უნდა გაზარდოს ყველაზე არათავისუფლობა განათლების სისტემა. ხო, ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ აი საკუთარი თავის ცნობა და საკუთარი თავის ფლობა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს გაუკეთოს. და არადა როგორები არიან, ისე უყვართ, აი როგორ მოყვებიან ხალისით, როცა ეკითხებით და აღმოვაჩინე, ეს ბავშვმა მითხრა კიდეც, რომ
აქ რომ მოხდიო რაღაც პირველად მოხდა ისე რომ ვიღაცამ მკითხა რომ რა მოგწონს რა გაინტერესებს რომ მისი რაღაცა მისი აზრები ვიღაცა დაინტერესდა მისი აზრები ჩავიწერეთ კაცო ერთმანეთს ველაპარაკებოდით უყვებოდით ასე თქვა და ეს გაოცებულები იყურებოდნენ რომ ვიღაცა დაინტერესდა გულწრფელად მათით და ეს ძალიან მენიშნა და მივხვდი რომ ერთ-ერთი ამბავი ესეც იყო რომ ჩვენ ხო საზოგადოება ასე ვართ მოწყობილი რაღაცა გავზედაპირულდით ყველას იმდენი პრობლემა აქვს რომ რაღაცა გავცივდით ცოტა გავზედაპირულდით იმიტომ რომ რაღაცა პრობლემები მოგვეყარა გარედანაც შიგნიდანაც რაღაც ყველა მიმართულებით და თან არ დავრჩით მზად იმ გამოწვევებისთვის რაც ძალიან ერთად დაგვასკდა თავზე ხო და ეს კონსერვატიული განათლების სისტემა ისედაც კონსერვატიულია და კიდე რომ ამატებ ხელოვნურად რომ ბოჭავ და აჩერებ ხო ანუ ბუნებრივად არის კონსერვატიული და ხელოვნურად გაჩერებული უკვე რაღაც ჯაჭვებით დაბმულია და თავისუფალი თავისუფლება ვიჩვენებთ ახლა ის თავისუფლება რასაც განათლების სისტემა გაძლევს არის რაღაც ზაღლი რო არის ჯაჭვზე დაბმული და რაღაც 10 მეტრის ფარგლებში შეუძლია მოძრაობა, მაგრამ ეს ხო თავისუფლება არ არის და ეგ არის კიდე ერთ-ერთი პრობლემა ჩემი აზრით, რომ აი თავისუფლება ადამიანს არ უნდა დაეცეს თავზე, თავისუფლება სჭირდება სწავლა და ყველა ასაკში ეს ნელ-ნელა უნდა ეწოდებოდეს ბავშვს, მაგრამ ამას შესაბამისი განათლება სჭირდება საზოგადოებისაც, მშობლებისაც, სკოლისაც და მოკლედ ტრიალებთ ასეთ მოჯადოებულ წრეში. ხო არ არის რაიმე ისეთი რაც გინდოდა გეთქვა და მე არ ვიკითხავს. მე ვფიქრობ ასევე თავისუფლებას რადგან შევეხეთ თავისუფლებასაც სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ ზოგადად და ყველაზე საინტერესოა ზუსტად ეგ მოსაზრება მართლა რამდენად დიდი ჰარმონია მოდის მაშინ როცა თავისუფლად გრძნობ და ძალიან სწორი кейსი იყო თქვენი მხრიდან სწორი მაგალითი იყო ჯაჭვი რამხელა მე ხშირად ვამბობ ეს რაღაცას რომ ადამიანები ხშირად ვემსგავსებით კედელზე ჩამოკიდებულ ჩარჩოს სურათი რომელიც შიგნით არის ჩასმული უბრალოდ იცის რომ იმ ჩარჩოშია რა და მაქსიმუმ შემდეგი ახალი სურათი უნდა იქნეს გადაღებული რომ ჩარჩო უფრო მეტად გაიზარდოს ხო ასე რომ ყოველთვის გვჭირდება ჩვენ ახალგაზრდებს იმის გულწრფელი მაგალითები არა გულწრფელი საუბრები უბრალოდ რომელიც ჰაერში იფანტება და არსად არაფერს არ მიეკერება არამედ ნამდვილად გულწრფელი მაგალითები შეხსენებები და პლუს ამას კიდევ ნამდვილი გზა იქითკენ რომ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე იქნება ათვისებული და ბოლომდე იქნება გამოყენებული და კიდევ ის რომ შემეცნების პროცესში შეიძლება ყოველს განსხვავებული ხედვა გქონდეს და ყველამ განსხვავებული რამ დავიჭიროთ ასე რომ ყველაფერს ანუ არ უნდა ჩაიკეტოს რაღაცები და ერთ რეზოლუციამდე არ უნდა დაეშვას რომ აი ეს არის და ისწავლე გამრავლების ტაბულა იცი მაგალითად ეს ენა მოდი და იმუშავე მაგრამ მე თუ ვიცი ესპანური რატო ვერ უნდა ვიმუშავო ანუ ეგეთი ის არის რომ რეალურად ვისაც რა ნიჭი აქვს ვისაც რა შესაძლებლობა აქვს ბოლომდე უნდა იქნეს ათვისებული და რაღაცნაირად უნდა შევძლოთ ისეთი ზუსტად განათლების სისტემის პრობლემაც ზუსტად ეგ არის რომ ხშირად არის მომენტი როცა ძალიან ისეთი რაღაცები გამოდის წინა პლანზე, რაც ისედაც ანუ წლებია მოდის და უკვე მარტივად ასახსნელია. მე ესე ვფიქრობ, რომ ანუ იმდენად გამომუშავებული აქვს უკვე იმ ადამიანებსაც, რომლებიც ასწავლიან და კიდე პლუს ამას ბავშვებს, რომლებსაც ოჯახებიდანაც კი მოყვება ზუსტად ეს ცოდნა, რაც შეიძლება მანამდეც იქნეს ათვისებული, ანუ ცოტა სხვა მიმართულება სჭირდებათ რა, ეს ზუსტი ჰარმონია, ზუსტი თავისუფლება და იმის განცდა უნდა კონდეს ახალგაზრდას ყოველთვის, რომ თავის ნიჭს ყოველთვის სადღაც გამოიყენებს და აი ეს არის ადგილი, სადაც შეუძლია, რომ ნამდვილად, სწორად და რაღაცა მიზანდობლივად იქნეს მისი ყველა უნარის გამოყენება. აი მაგალითად, ყველაზე პრობლემატური თემა არის კიდე უცხოეთში წასვლა რა. აი ძალიან ხშირად მესმის მომენტი, როცა ახალგაზრდებს უნდათ წასვლა, საერთოდ გაქცევა უნდათ ქვეყნიდან და მე უკან აღარ ბრუნდებიან. ან კიდე პირიქით, არ მიდიან უცხოეთში იმის გამო, რომ იქ ვერ იცხოვრებენ და უკვე რომ დამბრუნდნენ, ისევ იმ მოცემულობაში და ისევ იმ გზას და ისევ იმ დინებას უნდა გაუყვნენ. ასე რომ ხშირად არის პრიორიტეტების დალაგება როგორ? თუ ვინც დაბალი დონით უნდა მოხდეს კონკრეტულ საქმიანობაზე, თუ კონკრეტულ სფეროში, თუ კონკრეტულ სივრცეში დაუშვათ, რატომ მე იმდენი ვიწვალო და პლუს ამას ჩემი დროის რესურსი, ფინანსური
ამბავი ყველაფერი რატომ მეტი უნდა დავხარჯო მე თუ ყველას ერთნაირი შემოსავალი უნდა გქონდეს. ასე რომ ყოველთვის გვჭირდება ახალგაზრდებს იმის ნახვა, რომ ჩვენი შესაძლებლობები, რომელიც საკუთარ თავთან იქნება ყოველთვის გამომუშავებადი და პლუს ამას რა თქმა უნდა, შემეცნების პროცესი, რომელიც ყოველთვის გვიდგას. ჩვენ ყოველდღე რაღაცას ვსწავლობთ. არ არსებობს დღე, როცა რაღაცას არ ვსწავლობთ, თუმცა აი აკადემიურად, როცა უფრო დიდი გზა გვექნება იმის, რომ შემდეგ ეს ყველაფერი რაღაც მომენტში ხომ უნდა გადავიდეს უკვე კარიერულ და ფინანსურ მდგრადობაზეც. თუ ამ მომენტში ჩვენ სრულ სიმყარეს ვიგრძნობთ, მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. შეიცვლებენ ადამიანებიც უფრო ნათელი იქნება მათი სახის დანახვა და უფრო სხვა, ნდობის ფაქტორიც გაზრდილი იქნება და პლუს ამას მომავლის შიში არ ექნებათ ადამიანებს. ყველაზე ცუდი ეგ არის, რომ როცა მომავლის შიში გვაქვს, რა იქნება შემდეგ. და აი კონკრეტულ მაგალითად არიან სტუდენტები ჩვენს უნივერსიტეტში და ყველგან, რომლებიც პროფესიულად შეიძლება სულაც არ ირჩევენ იმ პროფესიას, რაზეც სწავლობენ, მაგრამ მაინც სწავლობენ, იქ არის რაღაცა ოჯახის ამბავიც, მაგრამ არის ის, რომ აი შემოსავლიანია. აი მაგალითად მასწავლებლობა. დარწმუნებული ვარ, ალბათ 20% მაინც არ გამოვა შემოსავლიანია. რაღაც დოზით ხომ ეხა ნელ-ნელა დაფასდა და თან ქალისთვის მეტად მისაღები არა, როგორც მესვის სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, რომ ქალი გავიდა შუადღემდე სკოლაში, მე მოვიდა ოჯახთანაა და ანუ ზუსტად ეს დამოკიდებულებებია ისეთი, რომ სხვა ახალი პერსპექტივები არ ჩანს. მაგიტომ არ ტივდება რაღაცები, მაგიტომ უნდა შეიცვალოს ძალიან ბევრი რამ, რომ ზუსტად ეს დამოკიდებულება არ იყოს. მეც ვფიქრობ, რომ ყველაზე შრომატევადია სწორედ ის პროფესიები, რასაც მასწავლებლობა და პროფესორობა და ლექტორობა ჰქვია, იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აუდიტორიის ძალიან დიდი ნაწილი გიყურებს და თითქმის ყველა გიყურებს და ყველა თვალებანთებულია, რომ რაღაც სიტყვები დაიჭირონ და წინადადებები ააგონ და მე რაღაცა თუნდაც მოსმენით განხორციელდეს შემეცნება. ხო, ამიტომ ზუსტად ეგ არის, რომ მომავლის შიში აღარ უნდა იყოს რა, რომ კონკრეტული პროფესიები რომ უფრო მეტად რაღაც დოზით წინა პლანზეა და დანარჩენი დაიჩაგრა თითქოს თუ გადაგორდა საერთოდ, ახალგაზრდებს არ უნდა უკარგავდეთ. პირიქით, ჭკვიანი ახალგაზრდები უნდა რჩებოდნენ აქეთ იმისთვის, რომ საომავლოდ ჩვენი ქვეყანაც, ჩვენი განათლების სისტემაც, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობაც და ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობაც ვიყოთ იმ სტაბილურობით და იმ ბალანსით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, არ ვიცი, ხა ქვეყანა რა დონეზე გაქაჩავს, აი ამის ვფიქრობდი, რომ ჩვეულებრივ პარაზიტერად ვართ ჩამოყალიბებული და ასანთის წარმოებაც კი არა გვაქვს. მაგ მიმართულებით ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი და სულ წყდება გული, რომ აი ჩემმა თაობამ ეგ ვერ მოახერხა და აი თქვენ რო გიყურებთ ისეთი პრაგმატულები ხართ და ისე მყარად გახართ მიწაზე, რომ მგონია რომ რაღაცას შეცვლით, რაღაცას კი არა და შეცვლით აუცილებლად და ამაში ვარ ძალიან როგორ ვარ დარწმუნებული, აი როგორც ახლა გიყურებ, ზუსტად ისე ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი თაობა ძალიან ბევრ კაი რამეს გააკეთებს. და ბოლოს და ბოლოს თქვენი თაობის გადასატანი დარჩა ის, რაც ჩემმა თაობამ დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა, თუნდაც პოლიტიკურ კონტექსტში და თუნდაც ნებისმიერ მიმართულებაში, სადაც არ უნდა წახვიდე. არ მინდა რომ ბოლო ფაზაზე გადავიდეთ. ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი, ალბათ რა დილამდე ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი მთავარი და ფინალური ნაწილი არის ყავა. და მე ძალიან გამიხარდა, რომ ზუსტად ჩემნაირ ყავას სვამ, ბათუმურს და უშაქროს. აი რა როლს თამაშობს ჩემ ცხოვრებაში ყავა. მე ხანდახან რო ვიხვიცებ, გონია რომ იმიტომ ცხოვრობ, რომ ყავა უნდა დავიო. არა, მე ვიტყოდი რომ არა, არის მომენტი, როცა ღამეები არ მძინავს და მე დილით ისე უნივერსიტეტში მიწევს წასვლა და მე ჩემი საქმეები მთელი დღის განმავლობაში, თუმცა დიდად ყავას დამოკიდებული არ ვარ სიმართლე გითხრათ, ანუ არის მომენტი, როცა ესე მშვიდად დაჯდომის პროცესში, როცა გინდა რომ ისაუბრო ძალიან მშვიდად და კარგად და საყვარელ ადამიანებთან ერთად, მაქვს მომენტი, როცა რა თქმა უნდა ვსვამ, ეხლა როგორც თქვენთან მაგალითად, მაგრამ დიდად რომ ყავით იყავდეს დილა და ყავით მთავრდებოდეს, არ ვარ. არა, ხო, უი რა საინტერესოა. სულ მიყვრს როგორ ახერხებენ აქტიური ადამიანები ყავის გარეშე ცხოვრებას, მაგრამ როგორც ჩანს არსებობენ. აი ახალი სტერეოტიპი, რომელიც თქვენმა თაობებდა და ანგრიოს კიდე ჩვენს უყავაზე ვართ. ძალიან დიდი მადლობა მაგდა. მადლობა თქვენ. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის
და რაღაც გადავწყვიტე, რომ რაღაცა პერიოდი აი ამ ჩემ მოსწავლეებთან და ჩემ სტუდენტებთან მინდება, რომ ჩავწერო ეს პოდკასტები, იმიტომ რომ ახალი პლასტების დანახვის და გახსნის საშუალებას მაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ კამერები დგას, ძალიან უშუალო გამოდის ხოლმე და დიდი მადლობა შენ ამისთვის. მე მგონია, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იყო. დავემშვიდობოთ. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩვენ ვიმყოფებოდით ექვთიმე თაყაიშვილის 5 ნომერში, ალიანთიძის საკვირაო სკოლაში. და ჩემი სტუმარი იყო მაგდა ზოიძე, სტუდენტი და როგორც ნახეთ, ლამაზი და გონიერი ქალბატონი.